მიხარია რომ მოდი ძალიან მართლა. და მინდა ვთქვა რომ სულაც ავგზნობ თავს ისე როგორც თევზი წყალში რა. საერთოდ არ არის ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. თუ რაღაც ისე არ ექნება დიდ ბოდის მოგიხდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა რა დაუხადო დიოგენეს ამ მოწვევისთვის და აქამდეც იყო რამდენიმე ასეთი შემოთავაზება, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირად ვახერხებდი თავის დაძვრენას და უარის თქმას და რატო დავთანხმდი დიოგენეს და რატო მოვედი დღეს მე აქ მინდა ამაზე აუცილებლად თქვა ორი სიტყვა. როცა დავიწყე მე წერა საერთოდ მაშინ ჩემთვის თანამედროვე პოეტები იყვნენ მირზა გელოვანი და ლადო ასათიანი, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. არ ვიცნობდი თანამედროვე ლიტერატურას, თუმცა რამდენი კარგი პოეტი ყოლია და წერდნენ და საერთოდ არაფერი არ ვიცოდი მათ შესახებ. კითხულობდი მურმან ლებანიძეს, ლადო ასათიანს, მირზა გელოვანს და ასე 60-იანი წლების და უფრო ძველ პოეტებს. და აი მაგ პერიოდში გამოჩნდა ეს დიოგენე, რომელმაც მე მგონი მართლა პირველი იყო, ვინც დაიწყო აი ეს ლიტერატურული პროექტების გაკეთება, მახსოვს პენ მარათონი და ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც სხვათა შორის მართლა ძალიან კარგად წერს, გიორგი კერესელიძე, მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ აი დიოგენეს აქვს გამოცხადებული ესეთი კონკურსი და ხო არ მივიღოთ მონაწილეობა. მე გავარკვევთ, რომ ეს ყოფილა პროზაში. და მე ვერ მივიღე მონაწილეობა და სიმართლე რომ თქვა, არ გჯეროდა, რომ შეიძლებოდა რაღაც წარმატების მიღწევა სულ ესე კუჩიდან მოსული ადამიანისთვის და ამ ბიჭმა მიაღწია წარმატებას, მისი ნაწარმოები შეიტანეს კიდევაც კრებულიც გამოიცა მაშინ და აი იმ დღეების მერე მაქვს მე რაღაც სიმპათია ამ გამომცემლობის მიმართ მიყვარს და მინდოდა რომ ეს აღამენიშნა უბრალოდ რა. დავიწყებ ლექსების კითხვას და რაღაც ჩაუშვებ ხოლმე საუბარს, თორე ნახევარ საათში ალბათ აღარ ვივარგებ მე ესე ვიკითხო. დეკემბრის დამდეგი ასე ქვია ამ ლექსს. თავს რა გაათბობ цаრიელ ოთახს. თავს არ აქვს შენი თითების გემო. დახტება ხოლმე ცივდება დროთა განმავლობაში გზნობები ჩემი. უხასიათო თავს მთელი ღამე. სულ ერთი არის ისე თავს დუნე. უფალო იქნება ამაღა მამინ თავს არ აქვს შენი სხეულის სუნი. თავს არ აქვს შენი მუხლები, მხრები. რა ვქნა მე ამ თავს ვერაფერს ვუგე. არ მინდა თოვდეს, არ მინდა ხლება ხელის, მე შენი შიშველი ზურგი, მახსოვს და როგორ ვიყავით ერთად. და მე მიხვდები ვბოდავ გასამთოვაში შემკრთალი ღმერთი და ვეუბნები თვალებით მოდი და რაც არ უნდა ითოვოს დიდხანს. თოვლია და მაინც დნება. ოდესმე ღმერთის თავისთან მიხყავს სხვას მე კი შენი გაშლილი თმები სულ თვალწინ მიდგას. მე გავძლებ ცოტას. სულ ცოტას კიდევ. სულ ცოტას ჩემო. თავს რა გაათბობს цаრიელ ოთახს. თავს არ აქვს შენი თითების გემო. როცა უბრალოდ ქარია გარეთ. და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას. რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომრეს. როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლი ღაუხებს. ცაზე ერიბა დაკიდებულ ნახევარმთვარეს. მე შენ მიყვარხარ. როცა უბრალოდ ქარია გარეთ და ვიღაც ქალი აჩქარებით მოხვება ქუჩას. აგერ მეორეც სადაცაა გაასწრებს პირველს ლამის გამურბის. როცა ორივე ცოტა ხანში თვალს ეფარება ჩემი კარიკი ქარის ხმაზეც აღარ ჭრიალებს მე შენ მიყვარხარ. როცა უბრალოდ ქარია გარეთ და სამუშაო საათები ამოიწურა. როცა საღამოს გადაღლილი ბრუნდების სახლში და ფეხები უკან მრჩებიან. როცა გზიდანვე თვალს ვარიდებ ჩემს ფანჯრებში ჩამქრალ სინათლეს მე შენ მიყვარხარ. როცა უბრალოდ ქარია გარეთ და გადამფრენი ფრინველები ტოვებენ ოთახს. როცა ბეღურა ჩიტებიღას ხედან მავთულზე იბუზებიან. როცა გვიანი შემოდგომის ბოლო ღამეებს ვათენებ თეთრად მე შენ მიყვარხარ. როცა უბრალოდ ქარია გარეთ და ირონია ბოლო ხურდებს ვაძლევ მათხოვარს. როცა რაღაცა გამიხარდეს მაქვს საფუძველი და მიხარია. როცა цаრიელ ჯიბეებში цаრიელ ხელებს ვიწყობ და ასე სტვენასტვენით ვაგრძელებ ჩემს გზას მე შენ მიყვარხარ. როცა უბრალოდ ქარია გარეთ და ედებიან ფეხებში ღამეს ქუჩის ჩახჩახა ლამპიონებით. როცა მდღუიალებს მთელი პროსპექტი ჩემს ოთახში კი არავინაა ანთოს შუქი მე შენ მიყვარხარ. როცა უბრალოდ ქარია გარეთ და მაგიდაზე არეულ ფურცლებს შავ ფანქარს მაგარ უშაქრო ყავას და შთაგონების მთავარ საფუძველს ცხოვრებას შენი მძაფრი სუნი აქვს მიყვარხარ მეთქი.